ლოგიკურად მე ასე მესმის, რომ თუ თითო ქალაქს დაუტოვებენ თითო ფაკულტეტს, თუ თითო უნივერსიტეტს დაუტოვებენ თითო ფაკულტეტს, კაცრად განუსაზღვრავენ რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლიათ რა სპეციალობაზე და რაღაცა გეგმას დაუსახავენ. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა იყოს მე ამ სტუდენტების დასაქმების ვალდებულებაც საკუთარ თავზე. როგორც ადრე იყო. ასე იქნება? მე მგონი ეს არავის არ უხსენებია. თავისთავად აბსურდია, შენ სწორედ თქვი, რომ არ გესმის ამის აზრი, იმიტომ რომ აბსურდია, არ შეიძლება თავისუფალი ბაზრის საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობდეს სახელმწიფო დაკვეთა. და კიდევ მეორე კითხვა ჩდება, თუ სახელმწიფო მიკვეთავს მე უნივერსიტეტს კონკრეტულ ადგილს და მეუბნება, რომ 5 ბიოლოგზე და 6 იურისტზე მეტი არ უნდა მოამზადო, იმიტომ რომ ჩემი შრომის ბაზის კვლევა ამას აჩვენებს, რომ მე ეს სტუდენტები რომ დაამთავრებენ სწავლას ამათ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით, ჩვენ ახლა ძველი თაობის ხალხი ვართ, ჩვენ გვახსოვს მაგალითად განაწილების სისტემა, ხო, სამსახურებში რომ ანაწილებდა სახელმწიფო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე სისტემის შემოbrunებას აპირებენ, იმიტომ რომ რაღაცის საფუძველზე ხო განსაზღვრეს ეს სასწავლო ადგილები, არა, რომ 6 იურისტია საჭირო და 5 ბიოლოგი. მე უნდა დაასაქმონ ის 5 ბიოლოგი და 6 იურისტი, ალბათ, ხო? ანუ მან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. მან აბსოლუტურად გაუგებარია ამას რეალურად როგორ განახორციელებენ. თეორიულად ზუსტად ეგ არის რა, თეორიულად საბჭოთა კავშირში რო იყო სახელმწიფო შეკვეთა, მაგას ნიშნავდა, რომ მე უნდა დაესაქმებია რა. ეს მაგას ნიშნავდა. ამ შემთხვევაში მე მგონი ეს მაგას არ ნიშნავს. სახელმწიფო შეკვეთა პრინციპში არსად არ არსებობს წესრიგ ქვეყანაში იმაზე სწავლაზე, სახელმწიფო შეკვეთები არსებობენ კვლევაზე. აი მაგალითად ხო გახსოვს ეს იმას, აი აივის უნივერსიტეტს რო ქონდა ტრამპთან კონფლიქტი, იმან რო თქვა, რომ თქვენ თუ ეხლა გააგზავნეთ და ვულკანიზმის ფულს აღარ მოგცემ, ის ფული იყო ზუსტად კვლევის ფული. რო აძლევდა ფედერალური ფული კვლევისათვის. ასე რომ ეს არსებობს შეთანხმება სახელმწიფოსა და უნივერსიტეტებს შორის, ესე იგი ფული რო ის კი არა, რა უნდა იკვლიო, რომ ესე იგი ესენი თავაზობენ და ან პირიქს სახელმწიფო ეუბნება, რომ ეს გამოიკლია და მე უნივერსიტეტი აკეთებს რა. ლოგიკური ეგ არის, ხო, რომ თუ გეუბნება, რომ იქნება სახელმწიფო დაკვეთა სტუდენტების რაოდენობაზე, მე უნდა კითხო შემდეგ კითხვა, რომ კი ბატონო სახელმწიფო დაკვეთა იქნება და ამათ სამუშაო ადგილები